მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერგეპოშვილი ვარ, თქვენ კი კრევის სამყაროს მოვრი გადაცემას უყურებთ. ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის, მივდივართ ბელგიაში და მე ვიქნები ერთ-ერთი გამოცდილი ქართველი მოკრევის ღვთისმშობ თითიბერიას სეკუნდანტი ბელგიაში გასამართ ბრძოლაში. ღვთისმშობ თითიბერია ძალიან გამოცდილი მოკრევია, როგორც გითხარით, აქვს ძალიან დიდი საბრძოლო გამოცდილება სპორტის სხვა სახეობებშიც და დღესდღეობით გასულ თვეს ღვთისმშობ კიდევ ერთი მსოფლიოსარეიტინგო ბრძოლა ჩაატარა საქართველოში, ძალიან საინტერესო და მიიღო მოწვევა უკვე ბელგიიდან. ქალაქ ჰერსტალში, ლიეჟთან ახლოს მიმართებით, მე უკვე მეოთხედ ვიქნები ამ ქალაქში. პატარა დასახლება, თუმცა საკმაოდ კარგი მასპინძლობა აქვს, კარგი გარემო აქვს, სანახაობას ბევრს ვერაფერს ვერ შეგპირდებით ამ ქალაქში. თვითონ ქალაქის კუთხით, თუმცა ვეცდებით სანახაობა რინგზე დავდოთ. ასე რომ, მეგობრებო, ჩვენს ამ ვიდეო ბლოგში გაჩვენებ ყველაფერს დეტალურად, როგორ ხდება ნამდვილ კრევში, როგორ ვითარდება მოვლენები, რას ვნახავთ, როგორ წარიმართება სიტუაცია, ასე რომ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოგვყევით სოციალურ ქსელებში, მოიწონეთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia და Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო და წავითეთ. ასეთ დიდი რიგით იწყება ჩვენი მოგზაურობა ბრიუსელში. ეს უკან რიგი. ეს წინ დაუსრულებელი, არ ვიცი ჩანს თუ არა. ძალიან დიდი რიგი დაგვხვდა პასპორტ კონტროლზე და ძალიან დიდი ხანია უკვე რიგში ვარ და კიდე ბოლო არ უჩანს კი არა და მე მგონი ნახევრამდეც არა ვართ მისული. ყოველ შემთხვევაში იწყება ჩვენი მოგზაურობა აქ ბრიუსელში, ბელგიაში და საბოლოო დანიშნულების ადგილი იქნება ლიეჟთან ახლოს მდებარე პატარა დასახლება ჰერსტალი. სადაც მე ვარ რამოდენიმეჯერ ნამყოფი, საკმაოდ კარგი მოგონებები მაქვს. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ვეცდები ყველაფერი გაჩვენოთ დეტალურად ჩვენს ამ ვიდეო ბლოგში. ახლა ვარ ძალიან დაღლილები, რამოდენიმე გადაჯდომით ჩამოვაღწიეთ აქ და მოკლედ ერთ სული გვაქვს, როდის გავალთ გარეთ, იმედია დროულად დაგვხვდებიან და წაგვიყვანენ უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილზე რომ დავისვენოთ. ღვთისმო წონას იკლებს, პატარავდება, ცოტავდება, ილევა, ცოტა შეამაგრად ეძინება, მოკლედ ესე. უბედურად იწყება ყველაფერი, მაგრამ დასრულდება ბედნიერად. ყველაფერი მაგრად. აბანა, წავედით. დაგვდა მძღოლი და მივდივართ პირდაპირ ჩვენი სასტუმროსკენ. მისი ერთი სურვილიც და ერთი სულიც გვაქვს, რომ მივიდეთ დავისვენოთ. და თქო უნდა ძალიან ძნელია. მგზავრობა არის ურთულესი. მეტუმეტეს ისეთი ინტენსიური, მე როგორიც ვარ პირადად ყოველკვირა. ძალიან დამღლელია ეს გადაჯდომები, ფინალში ძილი, თუ ძილი ფია მაგას, მე ეხლა საკმაოდ დიდი გზა გვაქვს უკვე ბრიუსელიდან. მანქანით სავალი და მოკლედ ხედავთ ღვთისმო საერთოდ შიმშილისგან როგორ ფორმაშია, მაგრამ ეს არის პროფესიონალიზმი, რომ დაუძღო სირთულეებს და შეგიძლიათ გააკეთო 5 ათასი. წავედით, მოგრობლული ამინდია, გაზაფხული დგება, მწვანდება ნელ-ნელა ბელგიის მუმბრები და ნახოთ რა შეხვდება წინ. Golden sunlight. If I'm going with you, I know we'll get to the other side. Sinking in, I know this feels right. Catching a breeze, love moving through me like a wildfire, like a wildfire.
გზა იყო საკმაოდ გრძელი, ვრცელი და როგორც იყო ჩამოვაღწიეთ ლიეჟთან ახლოს ჰერსტალში, სადაც მე რამოდენიმეჯერ უკვე ნამყოფი ვარ. აქ შოუებს ორგანიზებას უკეთებს ჩვენი ძველი ნაცნობი მირკო ჯულიანი, რომელიც არის ძალიან კარგი პიროვნება, ყავს ტყუპისცალი ძმა მარკო ჯულიანი, რომელიც ბელგიის პროფესიონალური კრივის ფედერაციის პრეზიდენტია და მოკლედ კარგი ხალხი არიან. რაც შეეხება ამ სასტუმროს ჰერსტალში, როგორც უკვე ვთქვი, რამოდენიმეჯერ ნამყოფი ვარ და ერთ სულ მქონდა, ბოლოს ვიყავი დაახლოებით 3 წლის წინ და ერთ სულ მქონდა მენახა, ისევ არიან თუ არა, აი ამ სასტუმროს ხედი გადადის, ასე ვთქვათ, სამეურნეო ნაწილებზე, მიწებზე ჰერსტალის და მაინტერესებდა ისევ არიან თუ არა, აი აქ ეზოში გაშვებული ირმები თხებთან ერთად, რომლებიც ყოველთვის მახალისებდნენ ხოლმე, როცა აქაურობას ვიწვევოდი და ისევ არიან, აი შეგიძლიათ ნახოთ. აი ასე, ეზოში გაშვებული ირმები და თხები ერთად ბალახობენ ამწვანებულ ბელგიურ მინდვრებში. მოკლედ ჩვენ დავბინავდით, დავისვენებთ დღეს, საღამოს აწონები გვექნება და მე უკვე ვნახოთ. მოვიდა აწონების დრო, აი ესეთ ბარში მოვედით და აქ შედგება აწონების ცერემონიალი, საკმაოდ დიდი, კარგი შოუა. თამაშდება იბიო სოფლიო კამარი გოგონებს შორის და დანარჩენი უკვე სოფლიოსარეიტინგო ბრძოლები იქნება და ერთ-ერთ მთავარ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას ღვთისმშობ თითიბერიას. აი ეგ შედგება აწონები. სხვა ყველაფერი ჯერჯერობით კარგად მიდის. ერთი შიში ის გვაქვს, რომ ხელზე პატარა ტრავმა აქვს ღვთისმშობს და იმედია ეხლა სამედიცინო შემოწმებაზე ამაზე არაფერს გვეტყვიან. ნახოთ. Racing my own thoughts into the silence, seeking the guidance I forgot. It's somewhere lost, lost to the cages, cages of chaos I forgot. Somewhere it must be written, I just lost my access to the map. Somewhere love had bidden, I chased the apple and realized can't let go. Baby, it's a losing game and I know that I'm to blame. I crossed the ocean and lost myself below. I owe this to myself to stay in the deep end, finally face to face with truth. How about you? Can you handle the riptide? Won't help from the shoreline. What's the use? Somewhere it must be written, I just lost my access to the map. Somewhere love had bidden, I chased the apple and can't let go. Baby, it's a losing game and I know that I'm to blame. I crossed the ocean and lost myself. Can't let go. Baby, it's a losing game and I know that I'm to blame. I crossed the ocean and lost myself below. Can't let go. Can't let go. Baby, it's a losing game and I know that
ძალიან წვიმიანი მოღრუბლული დღე გამოვიდა. გუშინ წონა ჩავაბარეთ, მერე ვივახშმეთ, დავისვენეთ, კარგად ილას ვისაუზმეთ. ეს გვინდოდა სადმე გაგვევლო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. ლანჩზე მოგვიყვანეს მხოლოდ და მხოლოდ აი ახლა მოვედით. ყველა ერთად ისევ აი ესეთ რესტორანში. Hello. აი შევჭამთ ამ მე რა ვნახოთ თუ შევძელით გავლა გამოვლა. მაგრამ თავარი მაინც დასვენებაა. დასვენების მხრივ ყველაფერი კარგად არის. ამინდმა ხელი ასე ვიწყო დღეს რომ გარეთ ვევლო, სამაგიეროდ სასტუმროში გვაქვს კარგი სიტუაცია, კარგი აუზია და ამას გამოვიყენებთ. ბრძოლამდე რელაქსაცია, სრული განტვირთვა და მოდუნება მე გახთისოს. მოკლედ ყველაფერი კარგად არის. Raga guinda, raga guachugues ra, ai. Ჩვენი ურად ვარ ჭაო. Სalt. აი ჯაკუზი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში აქტუალურია. იგი გაუზი. იქით აუზი. აი ესე, მოკლედ არნოვის სხვა რაღაცა კიდე. თვითონ თავს კარგად გძნობს, აგრესია გაუქრა. ეხლა აქედა რომ გავალთ რა ვიცი, როგორ გავაბრაზო ეს კაცი და ნერვები როგორ მოვიშალო რომ ბრძოლის დროს მაგარ ხოძე იყოს, არ ვიცი, მოკლედ მომავიწყდეთ, მაგრამ მომავიწყდეთ. დაბადებიდეს მივიდი. ხო, დღეს არის ღვთისმოს დაბადების დღე, ეს არის ჩემი საჩუქარი ღვთისმოსთვის. დღევანდელი და საღამოს თვითონ გამიკეთებს მე და ქართული კრების კომაგებს საჩუქარს გამარჯვებით. პირდება სრული რელაქსაციის შემდეგ, ასე რომ მეგობრებო, კარგად მიდის დღევანდელი დღე. ჩვენიურად, იდეალურად, კარგად ვისვენებ და საღამოს არ ვიცი. ყველაფერს დავდებთ რინგზე. რა თქმა უნდა. ასე და ამგვარად მეგობრებო, მინდა გითხრათ რომ მოვედით უკვე ბრძოლებზე. აი აქ დაიწყება ეხლა უკვე პირველი ორთაბრძოლები სამოყვარულო კრევში, ხალხი ნელ-ნელა მოდის, სხვათა შორის ძალიან კარგი შოუა დაგეგმილი და ჩვენც ნელ-ნელა ვიწყებთ მზადებას, ყველაფერი კარგად არის, თავს ღვთისო კარგად გძნობს. გასახდელშია დავიწყებთ ეხლა ხელზე დავიხროთ და ნელ-ნელა დაველოდებით ჩვენი ბრძოლის დროს. ყველაფერი მაგრად იქნება დარწმუნებული. Beneath my knuckles, no camera flash, just chalk lines and muscle. 10,000 reps while you chase the weekend. I call my name in silence, sharp and gleaming. Fingertips split, laces frayed the thread. While you posted poses, I bled on the ledge. No shortcuts cut, no handouts took. Every callous earned like a sacred book. Talk about fame like it's free to claim, but legacy's forged in the furnace of pain. One person look, not an მოვიდა ის ნანატრი დრო, როცა ჩვენ გავალთ რინგზე. ისო არის კარგი ხასიათზე. უყურეთ ბრძოლებს და ეხლა უკვე ჩვენც გავალთ. წავედით ღმერთი ჩვენსკენ. მოვიდა. მაგდო აი ეგრე ხოჩა კარგი ხარ ფისო კარგი აი ეგრე აი უთხეს თუ მინდა დაუშვი კარგი ხარ აი ხოჩა კარგი ხარ აი ეგრე კარგი ხარ ახლოდან ამას ისმო სამო ფისო აი ეგრე კარგი Ocha. Because respect isn't rented. Eşiliya, manga. Tutuna xewan. Abi.
ჩვენი მოგზაურობა სრულდება, მეგობრებო, ვიმყოფებით თურქეთში, სტამბოლის აეროპორტში. რა შეიძლება ითქვას თქვენ თუ ნახეთ ჩვენი მოგზაურობის ყველა დეტალი, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ქალაქის დათვალიერება, უბრალოდ ჰერსტალში ბევრი ისეთი არაფერია, თუმცა ჩვენს ძველ ვიდეოებს გადახედეთ და იქ ხშირად ვარ ნაყოფი და შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა რადგან უამინდობა იყო, ვერც ეს მცირედი ვერ ნახეთ, მით უმეტეს ვერ წავედით ლიეჟში, რომელიც გვერდით მდებარე უფრო დიდი და საინტერესო ქალაქია. თუმცა ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ შინაარსიანად და საინტერესოდ გავატარეთ დრო. მე დახვდისო, რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა, ნორმალურად რინგზე. რაც მთავარია, კარგი ბრძოლა გამართა, ხვდისო, საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, არაფერი არ დაუთმია, თუმცა თანაბარ ბრძოლაში სამწუხაროდ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. გასაგებია, რომ ადგილობრივ მეტოქესთან გაცილებით მეტია საჭირო, თუმცა აი შეხედეთ ერთი ნაკაწრიც კი არა ღვთისოს ძალიან კარგად არის. შესაბამისად, ყველა აი ესეთი ბრძოლის მერე კიდევ უფრო მეტი განწყობა უკეთესი აქვს, ხასიათი უკეთესი აქვს და გვპირდება, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება, ბევრს ივარჯიშებს, ბევრს იშრომებს და უკეთეს შედეგებს დაუდებთ. ეხლა კი ვიმყოფებით მოკლედ თურქეთის აეროპორტში, ჩვენი რეისი ცოტა გვიან არის, ვცდილობთ განვიტვირთოთ, ვცდილობთ კარგ ხასიათზე დავრჩეთ, დავისვენოთ და გავუდგეთ მერე გზას სამშობლოსკენ. თქვენ მეგობრებო, გთხოვთ რომ აუცილებლად მოიწონოთ ეს ვიდეო, დააზიარეთ სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia, Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო და წინ ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო ვიდეო გელით. წარმატებები ყველას. ახლა